ქეგუთის ციხეში პატიმრებს შორის ჩხუბის შედეგად დაშავებული 30 წლოვანი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. ინფორმაცია ჟურნალისტებს სოზარ სუბარმა დაუდასტურა. მომხდარზე რამდენიმე ვერსია ვრცელდება. საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის პროექტის ფარგლებში დღეს ჟურნალისტებს საჯელოსნობის მინისტრის შეხვდა. სოზარ სუბარმა მის უწყებაში განხორციელებულ და დაგეგმილ სტრუქტურულ ცვლილებებზე ესაუბრა. მინისტრის განცხადებით, საპატიმროებში კორუფციის შემთხვევებს ადგილი აღარ აქვს და შემცირებულია მშავდებულთა სიკვდილიანობა. სუბარის ინფორმაციით, წინა ხელისუფლების პერიოდში საქართველოში 24500 პატიმარი იყო, ახლა კი მათი რიცხვი დაახლოებით 10000-ია. მინისტრის განცხადებით, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის თბილისში, დაგეგმილია რამდენიმე ციხის აშენება. ყურადღება მიექცევა C ჰეპატიტის მკურნალობას. მედიკოსებს სამინისტრო ორშაბათიდან შეარჩევს. მაქსიმუმ პიკს მიაღწია საქართველოში პატიმრობის რაოდენობა, მას იყო 24500 პატიმარი, დღეს არის პატიმრების რაოდენობა 10000-ზე ოდნავ მეტია. ერთ თვეში დაახლოებით დამთავრდება ტენდერი, რომელითაც აღიჭურება ახლად ციხის რესპუბლიკური საავადმყოფო და ამის შემდეგ მკვეთრად შემცირდება გაყვანები ქალაქში და ადგილზე უმკურნალებთ პაციენტების უმრავლესობას. ორშაბათს გამოცხადდება კონკურსი სამინისტროში, სამედიცინო დეპარტამენტში, როგორც სამინისტროში, ისე ყველა დაწესებულებაში და განახლდება მთლიანად სამედიცინო შემადგენლობა, ვინც ღირსეულია დარჩება, ვინც არ არის ღირსეული ჩანაცვლდება ახლებით.